როზმანი ისევ გვაოცებს, აღმოჩნდა პალეოს ზედაპირი, ანუ გამხმარი თიხის ზედაპირი, ის ზედაპირი, რომელზეც ფაუნა და სავარაუდოდ როზმანელი ჰომინინებიც გადაადგილდებოდნენ. მსგავსი ფენომენი არის დაფიქსირებული აფრიკაში, ლაეტოლიში, სადაც არის კვალი, ფეხის ანაბეჭდები, არქაული ჰომინინების, ევროპაში გვხვდება მხოლოდ ნეანდერტალელების ფეხის ანაბეჭდები, როზმანში ჯერ ფეხის ანაბეჭდი არ დაგვიფიქსირებია, თუმცა რადგან არის ასეთი ფენა, არ არის გამორიცხული, აქაც ვიპოვოთ ცხოველების ანაბეჭდები, ან თვითონ ჰომინინების ანაბეჭდები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. როზმანის აღმოჩენა, ეს არის ქართული მეცნიერების გამარჯვება, თუმცა ეს აღმოჩენა ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, ანუ ეს არის ყველა ჩვენთაგანის წინაპარი. ეს არის M1 და M2 კბილები, ანუ საღეჭი კბილები, შიდა მხარე გვაქვს მარჯვენა ყბის ქანი, სადაც ვიპოვეთ და ეს თვითონ არქეოლოგიური ძეგლი როზმანი არის დათარიღებული 1.800.000 წლით. შესაბამისად, ამ ქანებში ნაპოვნი ეს ადამიანის ნაშთიც არის 1.800.000 წლის, რაც უკვე ქმნის აი ამ აღმოჩენას უმაღლესი კატეგორიის აღმოჩენად. ფრაგმენტის აღმოჩენა მოხდა ამ კვადრატში. ამ დროს აქეთ მუშაობდი, ცდილობდი ძვლები მომემზადებინა ამოსაღებად. ჩვენმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ დაგვიძახა. პირველი ნიშანი იყო გამოჩნდა ემალი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სხვა ცხოველებისგან განსხვავებით საკმაოდ თხელი ემალი აქვს და სპეციფიური აგებულება კბილის ბორცვების. იმ წუთში მივხვდით, რომ რაღაცა განსაკუთრებულთან მქონდა და ადამიანი იყო. სავარაუდოდ საკმაოდ ახალგაზრდა ინდივიდთან გვაქვს საქმე. ძალიან პატარები იყვნენ ფიზიკურად და საკმაოდ სუსტები. 1.30 მეტრი 40 მაქსიმუმ სიმაღლის. ტვინის მოცულობა ქონდა ჩვენზე დაახლოებით 2.5-ჯერ პატარა. Of course, it's very important in a sense that in general, we don't have that many early Pleistocene human finds, especially outside Africa. We are planning to apply funding for our research from Finland to do this sort of collaborative project with the Georgian researchers, especially regarding the Rosmani site. We definitely hope now to expand our collaboration with the Georgian researchers, and now also with the University of Ilia University, as this project is part of that university. მნიშვნელობა არის ძალიან მაღალი. მათ შესწავლას შეუძლია ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაცია გაგვაცნონ. მაგალითად, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, როგორ იკვებებოდნენ. იყო საკმაოდ მკაცრი კლიმატი, უამრავი კაცებლებით გარშემორტყმულ გარემოში, აი ამ სახეობამ მოახდინა ადაპტაცია და შემდეგ გადარჩენა და ესენი რომ გადარჩნენ, იმიტომ არსებობს დღეს ჩვენ და აი სწორედ ამ ინტერვიუს წერს. აი ამ ახალ აღმოჩენებს შეუძლია რაღაც გარკვეული გასაღები მოგცეს იმისა, რომ საერთოდ აი როგორ გადავჭით და ასევე პასუხი გასცეს იმ გავარ ფილოსოფიურ კითხვას, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები უშუალოდ ჩართული არიან პროცესში, მათი ნაწილი არქეოლოგიის საველე პრაქტიკის კურსის ფარგლებში მონაწილეობდა ამ ექსპედიციაში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აგრძელებს ადგილზე მუშაობას. ჩვენ 10 დღით ვიყავით ჩამოსულები და 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს ყბა, როდესაც ჩვენ წავედით სამწუხაროდ, მაგრამ თავიდანვე ბედნიერი ვიყავი ძალიან და ჩემთვის დიდი ინტერესი იწვევდა ეს ყველაფერი და მოლოდინები გამართლა არა, უფრო მეტი აღმოჩნდა და ამის გამო ისევ ჩამოვედი აქ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. ჩამოვედი ძალიან დიდი მოლოდინებით, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო და სასიამოვნოა, რომ უკვე გამართლა ჩემი მოლოდინები. საოცარი ხალხია ჩვენ გარშემო, არა მარტო ქართველები. ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ჩემი ცხოვრების.
Kani site is one of the oldest sites. ეს ძეგლი საჭიროებს უფრო ღრმა შესწავლას და უფრო კვლევების გაფართოებას. უფრო ბევრი მეცნიერი, უფრო ბევრი სტუდენტი უნდა ჩაერთოს ამ ძეგლის კვლევაში, იმიტომ რომ ეს არის არქეოლოგიური კლონდაიკი, სადაც შეგიძლია მოხვიდე, ისწავლო და შენი სწავლის დროს აქ აღმოჩნდეს მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა.